კიბერთაღლითობასთან დაკავშირებით ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Forbes ავრცელებს. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ 2024 წლის სექტემბრიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 მილიონზე მეტი კომპიუტერი დავირუსდა მავნე პროგრამით. ამ საკითხზე დაკვირვებას აწარმოებდნენ კიბერუსაფრთხოების კომპანია კელას სპეციალისტები. მათ აღმოაჩინეს 3 მილიარდზე მეტი მოპარული პაროლი, რომლებიც გავრცელებული იყო ჰაკერების მიერ. სპეციალისტების განმარტებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მოპარული მონაცემების დაახლოებით 40% შეიცავდა კორპორატიული სისტემების ინფორმაციას, მათ შორის ელფოსტის კონტენტის მართვის სისტემებისა და დისტანციური წვდომის მონაცემებს. საფრთხის შესამცირებლად ექსპერტებმა გარკვეული რეკომენდაციები გასცეს და კიბერთაღლითობის თავიდან ასაცილებლად ორგანიზაციებს პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდეს. სპეციალისტების განმარტებით, კარგი იქნება ორგანიზაციებში დაინერგოს ორფაქტორიანი აუთენტიფიკაცია ყველა ანგარიშზე, მოხდეს პირადი სისტემების იზოლირება და გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ელფოსტის ფილტრაციის სისტემები. კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით, მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან 2025 წლის განმავლობაში მავნე პროგრამების საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით.